ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი აზრი, ჩემი კომენტარი გვერდთან დაკავშირებით, ეს არის უცხო, არის ესეთი გვერდი YouTube-ზე. სხვათა შორის მისი მაყურებელიც ვიყავი. ანუ ამ ვიდეოს მე უკვე აღარ გამიჩნდება სურვილი რომ უყურო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მისი პრობლემა არ არის. ესე იგი ვიდეო არის ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით. და ნახეთ რას ლაპარაკობს ეს ადამიანი და დანარჩენს მე მოგიყვებით. Easier for him to blame and იმისთვის მარტივია მე რომ დამობრალოს, რა და ეხა ბოლოში ნახე რა ტვისტი იხსნება, რაზედაც მე მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო და ის ფსიქოლოგიური პორტრეტი დავდო თუ რატომ. აი ნახეთ აი სახეზეს დააკვირდით, აი ბოროტი დოქტორი კლანჭა როგორც არის რა. აი მოხუცი, აი როგორ ავთქვა, არ ვიცი რა შევადარო სიბოროტე, რომელსაც აი თვალებში თქვენ თუ დააკვირდებით, გამოიტანთ რომ მას ამოძროებს ძალიან დიდი სიძულვილი ადამიანების მიმართ. outside force. I think that I've been blamed for everything. მე მგონია რომ მე ყველა მაბრალებს ყველაფერს ტყუილათო. I am basically there to make money. I cannot and do not look at the social consequences of what I do. Do you believe in God? No. ჯერა ღმერთისო და არაო. ეს იყო ტვისტი. რას მინდოდა თქვენ გენახა და ხო გითარგმნეთ ახლა რა იყო ნარატივი ამ ცრი ინტერვიუიდან ამისი რამდენიმე მოსმენილი. ჯერა ღმერთისო არაო. გაგიკვირდათ რომელიმე სამ ადამიანს ღმერთის არ ჯერა ეხლა. Yeah, sure. You have argued with and I've been at the time. The meeting was before the to meet with the Chernomyr. And after you argued, I told him pushing me to get together. That I cannot form a joint venture. We cannot be together. ვიყავი სოროსი, როცა თქვით. სოროსის ფონდი არსებობდა საქართველოში და სხვათაშორის რაშიც სახელი გამოიყენეთ ხოლმე მისი, ვეძებდით ფორმას. როგორ უნდა გადაგვეხადა ეს, ამავდროულად იანგარის უწევდა რუსეთში ბიზნესი მქონდა და რუსებს ეს არ მოეწონებოდათ და რა თქმა უნდა, კარგად გამოგვადგა სახელი სოროსის ფონდის იმ ფონდში თავიდან ბოლომდე მე ვაფინანსებდი და ეს ყველაფერი ხმარდებოდა. ის კი ქრისტიანი ფუნდამენტალისტი ვარ, ეგზისტენციალისტი, უბრალოდ რომელიც აღიარებს ძველ და ახალ აღთქმას, ანუ ახალი აღთქმის მერე რაც ინსტიტუციონალური რევოლუციები იწყება ქრისტიანობაში, ეს პირველი საეკლესიო კრება და სხვადასხვა ახალი დოგმების შემოღება, ყველაფერს უარყოფ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ადამიანებმა, ვინებიც იქ ესწრებოდნენ, რელიგია აიღეს, ანუ ეს ქრისტიანობა და მიუსადაგეს იმ ინტერესებს, როგორც თვითონ უნდათ რომ დაინახათ ყველაფერი. შესაბამისად, აქ მართლმადიდებლობამ უარყო ძალიან ბევრი ის ფუნდამენტური პრინციპები, რაც ქრისტიანობაში არსებობს. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი პირდაპირ ემაშვება რა, ანუ მიმართულებას აძლევს, აი შეხედეთ ბებერი ძაღლი. ჯორჯ სოროსი, ნახეთ აი სახის გამომეტყველებას დააკვირდით, ეხა როგორ ზულს მას კაცობრიობა. და ეს სოროსი თურმე გარე მტერი, რომელიც საქართველოში შიგნიდან უნდა დაანგრიოს. მაგალითად ამ ვიდეოში არსად არაა ნაჩვენები ბიზინა ივანიშვილი, რომელმაც პირველმა დაარსა სოროსის ფონდი საქართველოში. აი ეს ვიდეოც არის ამ ვიდეოში დადებული, ნახავდით თქვენ და ამიტომ ვამბობ, რომ ამ ადამიანმა არაჩვენა ეს ყველაფერი. ანუ აჩვენა, რომ აი სოროსი და პირდაპირ გარედან მოდის მტერი რა. შიგნით მტრები არ აყვავს, გარედან არიან მტრები რა და ეხლა მე ჯორჯ სოროსის დამცველი არა ვარ, არ სჭირდება მაგ ადამიანს დაცვა და მაგ სისტემის წევრს, რომელიც ეგ არის. მაგადგან ჩვენ ვართ აქეთ დასაცავი, ანუ როცა უნდათ ქვეყნებში და იმებში ალაგებენ თემებს, ეხლა რევოლუციებით და იმებით და ომებით ეხლა და ვიღაცა ბლოგერი ახლა ჩემ თავზე ვამბობ და კიდე სხვა შეიძლება გამოვიდეს რაღაცა თქვა, როცა მოუნდებათ, მაშინ გაგვახრობენ რა. და იმან ნათესავებსაც დაავიწყდება ჩვენი სახელები. თუ რამე თუ ეგრე დაჭირდა საქმეს, მაგრამ ეს ადამიანი ამ ვიდეოს რო იღებს, არსად არ უთქვია, რომ აი ბიზინა ივანიშვილმა გააკეთა. ან მაგალითად მეორე კუთხით შევხედოთ, ხო? თქვათ ეჩვენებინა ეს ვიდეო და ბიზინა ივანიშვილი იქ ამბობს, რომ აი რუსებს ეწყინებოდა და რაღაც. ანუ უყურეთ ადამიანი, რომელიც რუსეთში გამდიდრდა, რომელიც მთავრობის ხელში არის. ყველა ოლიგარქი იქ ვინც იმყოფება, იმათმა არიციან თურმე ის ადამიანი ფულს საჭიროა. ნუ ეს არის ახლა რა არის? ხალხს თვითონ ფიქრობს შეიძლება ბიზინა ივანიშვილი, რომ ხალხი არის იდიოტი. ანუ დებილი ხარ, რა, ეგრე გიყურებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მას ბევრი ფული აქვს და შენ ზემოდან არავინ არ აღას იმაზე 500 და 800 ლარზე მუშაობ, რა თქმა უნდა შენზე სერიოზული
ის რა ქვია, ხედვა არ ექნება, მაგრამ ამ ადამიანს ეს არ უჩვენებია ვიდეოში. აჩვენა ცალი მხარე, რომ აი ჯორჯ სოროსი არის გარე მტერი, აი პირდაპირ გარედან ცდილობს ჯორჯ სოროსი. შიგნით ტრები არ აყავს. ანუ ჯორჯ სოროსი იმდენად ბანზია და მისი სისტემური, ანუ რომელიც სისტემის წევრიც არის, რომ საქართველოში ვერ შემოდის. ბიჭო, ცალფეხა ტერორისტი შემოგვივიდა საქართველოში, ცალფეხა, ცალხელა, რომელმაც მე რაღაც ტერაქტები მოაწყო და იქ რაღაცა მოხდა. ანუ იმდენად გაუკონტროლებელი არის საზღვარი, რომ ვისაც უნდა ის შემოდის და ჯორჯ სოროსი ხო, ვერ შემოდის. ჯორჯ სოროს ამის ეშინია, გამიგე, ეს უცხო, სანამ ეს უცხო და მისი მხარდაჭერები იქნებიან, მასონები საქართველოში ვერ გაიხარებენ, ეს თავის ვიდეოშიც ამბობს სხვადასხვა და მე ყველაზე მთავარს ამბობს. აკონკრეტებს, რომ მართლმადიდებელი არის რა და 6 წლის უკან მას ვიდეო ქონდა ესეთი, სადაც იძახის, რომ ფუნდამენტალისტი ქრისტიანი ვარ, არ ვაღიარებ ამ პირველ კრებებს, რაღაც გადამეტებები მოხდა, რაღაცეებში რა თქმა უნდა ვეთანხმები. იქ მეც არ მომეწონა, რომ მეც მართლმადიდებელი ქრისტიანი იმის, რა ქვია, ქრისტიანობის კანონები მეფემ იმპერატორმა თავის იმაზე ხასიათზე და ხოშზე დაწერა რა. მაგრამ ეხა უკვე იძახის, რომ მართლმადიდებელია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის ვიდეოებს რო ნახავთ, ეს ადამიანი მუშაობს ამ ყველაფერზე. არც იმას ვამბობ, რომ რაღაც, ანუ უხარისხოა, ძალიან მაგარ ვიდეოებს აკეთებს, მაგრამ არ მომეწონა ეს მხარე. აი ეს დავინახე უბრალოდ და ამას ვამბობ რა. ხო და ეს კაცი ეხა იძახის, რომ მართლმადიდებელია. მე მაინტერესებს უბრალოდ ამ ადამიანმა თუ დაგვდებს პატივს ბატონო, რომ სხვებიც მოვაქციოთ რა, ეს თქვა ათეისტები და ესენი და ვიქადაგოთ რა. როგორ ძველი ქრისტიანები აკეთებდნენ. რა წიგნი წაიკითხეთ, ან ვინ გამოგეცხადათ, აი პავლე მოციქული, ფილიპე ალექსანდრიელი, თუ კირილე ალექსანდრიელი, აი ვინ გამოგეცხადათ, რომ ასე ფუნდამენტურად 6 წლის განმავლობაში, ან რა წიგნი წაიკითხეთ, ვინ არის თქვენი მოძღვარი? აი ეს გითხარით, რომ აი რამ შეცვალა თქვენი ცნობიერება, რომ მართლმადიდებლობაზე, ანუ აღიარებთ უკვე კრებებს, ან მაგალითად ვიდეო ჩაწერე, იმ 6 წლის უკან რო იძახი, არ ვაღიარებო, ეხა თქვი, აბა აი რა მოხდა, რამ შეცვალა ესე, რომ შენ გამოხედი და უკვე всё ამბობ, რომ მართლმადიდებელი ვარ და სანამ ჩვენ ქვეყანაში ვიქნებით, არავის აი ამ მასონებს და იმებს არ გავახერებ. ჯერ-ერთი მტერი საქართველოში უკვე შემოსული არის, უკვე დიდი ხანი არის. ზოგი ეკონომიკით, ზოგი იმით, ზოგი ამით, ზოგი სარწმუნოებით სხვათა შორის. ეს ადამიანი მაგალითად არც გამოძიებას ჩაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც ფაქტების სმენია ან იცის. თუ რა თქმა უნდა ეკლესიასთან კავშირი აქვს და ამ ინფორმაციებს ზებულობს, ხო? არსად არ იტყვის ეს კაცი, მაგალითად, რომ საქართველოს ეკლესიაში სამწუხაროდ და არა საბედნიეროდ, სამწუხაროდ, მარტო საქართველოს ეკლესიაში არა, მთელ მსოფლიო ეკლესიაში მოდებულია სოდომის გრეხი, მამათ მავლობა. აი რუსულად თქვი, ახლა ვიბარბარიზმე მაპატიეთ. სოდომური ცოდვა, მამათ მავლები, პედოფილები, ეს ქალებში მოგულავე სასულიერო პირებზე ხო საერთოდ არაფერს არ მომბობ. მრევლის აღსარებებით მონასმენით, რომ შესთავაზებენ მერე სექსუალურ ურთიერთობას. სასულიერო პირები, რომლებიც ფულით, აი როგორც შეთავაზებები და იმით ამ ნაბიჯს კადრულობენ და თავიანთ მრევლს, ტიქაროსნებს თავაზობენ სექსუალურ ურთიერთობას. არის გაუპატიურების ფაქტები, რომლებიც პოლიციაშიც არის ეს საქმეები, უბრალოდ იმ სასულიერო პირს ხელს ვერ კიდებენ, იმიტომ რომ მას ფარველობს სისტემა, რომელიც ქრისტეს სახელს არის ამოფარებული. აბა ეს ვიდეოები გადაიღოს ერთი. ამას არ გადაიღებს, რატო იცით? ეს მე მის რეიტინგზე იმოქმედებს ცუდად. და რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც მას აქებს, მისი მტრები გახდებიან ეგრევე. განა იმიტომ რომ ეს სიმართლე არ არის. არა, უბრალოდ იმ ხალხს არ უნდა ამ სიმართლეს გაგება. და всё. ყველაზე მთავარი მტერი საქართველოში ეს არის ქრისტეს სახელით მომსახურე ეშმაკები, რომლებიც ეკლესიაში არიან და ძალიან ბევრნი არიან სხვათა შორის. და ეს არის სისტემური, ეს კარგი მღვდელი, კარგი მეუფე, ეს არის ზღაპრები, ეს არის ზღაპრები უბრალოდ. კარგი ცუდთან ერთად ვერ გაჩერდება რა. და ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც ანგრევს საქართველოს ცნობიერებაშიც, განვითარებას არაფერს არ აძლევს. აი ეს არის და ეს გვანახოს ბატონო, თქვა საქართველოს ეკლესიამ, აი ამ 40 წლის განმავლობაში ტვინი რო წაიღეს, რომ ეს არის აი როგორც მეუფე დანიელი არის ესეთი დათუაშვილი, რომელიც ძალიან ბევრ სიმართლეს მალავს და ჩუმად არის, იმიტომ რომ ეხა ალბათ სისტემიდან ემზადება უთხრეს რომ პატრიარქი იქნება, იმიტომ რომ იქ 3 თუ 4 გუნდი არის გაყოფილი, რომელიც დაერევა ერთმანეთს. ჩუმად არის, გამიგე? და ის იძახის რომ 40 წელი ეს როგორც მოსემ ატარაო ჯერ ეს მოსემ უდაბნოში რო ატარა
ხალხი, ისინი აღთქმულ მიწაზე არ შევიდნენ. ისინი ყველა უდაბნოში დარჩა, აღესრულნენ და იმათი შვილები და შვილიშვილები შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. ხო და აი ამ ადამიანს მინდა უთხრა ეხლა თემიდან რო არ გადავიდე, ეს სხვა თემაა, მე ჩავწერ სხვათა შორის ამაზე ვიდეოებს. უცხო. ჩემთვის აღარ ახარ უკვე უცხო, ნაცნობი ხარ. უკვე გავიგე რა მიმართულებასაც აკეთებ, აი ეს იმენა მიდის თავრობის გაправება რა, პირდაპირ. და ყველაზე მთავარი რომ დანახება იმის, რომ მტერი გარეთაა, შიგნით არ აყვავს მტერი. ხო და ნუ რა ვიცი რა გითხრათ, აი თქვენ თვითონ მოისმინეთ, თქვენ თვითონ ნახეთ და მე გამოვიტანეთ თქვენი აზრი. მე ვამბობ რომ დღეიდან ამ ადამიანის გვერდს მე ბატონო არ უყურებ. არც გამოვიწერ, იმიტომ რომ მე მისმა ვიდეომ თქვათ მომატყუა. ანუ დამანახათ სალიმხარე, ის კი არა ჯორჯ სოროსი, აუ ამოხსენით განტოლება. ჯორჯ სოროსი არ ყოფილა ის ცუდი ადამიანი. და ისა ჟაკ კუსტო ტელევიზორში რო უყურებდით ვაიმე ჟაკ კუსტო, ლა ფრანს, ფრანცია, საფრანგეთი ოკეანე გვანახა დელფინები სად ყავდა ჩვენ ნანახი 90-იანებში დელფინები და ისინი და ტელევიზიით და იმით აი ეს მთელი ფლორა და ფაუნა შეგვაყვარა ჟაკ კუსტომ. კაცი პირდაპირ იძახდა კაცო, ამდენი ადამიანი არ არის საჭირო რომ ცხოვრობდეს დედამიწაზეო. რაღა ეპიდემიები და იმით უნდა გაწყდნენ ისინიო და ის იქით გადაერთო რა ცხოველების მიმართულებით რომ ხო რო ცხოველებს იქ ხელი არ შეუშალონ და რაღაცა. ეს იყო ხო რა ექსპედიცია ჩაატარეს, კაციშვილმა არის იქ კიდე რეები ხდებოდა. ხო და მარა ტელევიზიით ხო ვიცით ჟაკ კუსტო, ჩვენი ბუნება, ჩვენი ფლორა, ფაუნა შეგვაყვარა პირდაპირ რა. აი ესეა ჩემო მეგობრებო, არ ვიცი ახლა რამდენად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, მაგრამ მე ვამბობ, რომ როდესაც შენ ინფორმაციას აწვდი ადამიანს, ორივე მხარე უნდა ანახო და თვითონ ადამიანი აირჩევს მე თქვა მარცხენა ჯობია თუ მარჯვენა. რასაც მაგალითად ჩვენი ტელევიზიებიც ასე აკეთებენ. ერთი მხარე ლაპარაკობს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, მეორე მხარე ლაპარაკობს, რომ დაქცეულები ვართ, განადგურებულები ვართ. კიდე არის მხარე, რომელიც იძახის ევროპა თურმე შიმშილით კვდება, სად უშველონ თავიანთ თავს არიციან და რუსეთი შენდება. მეორე მხარე არის, რომ აუ ევროპა აშენებულია და აი ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ აგურიო. ვერ გამოვიტანოთ აზრი. აი ეს არის და მე ამ ვიდეოთი ეს მინდოდა მეპასუხა ამ ადამიანისთვის, რომ მისი ვიდეოები აჩვენებს ერთ მხარეს. თავარ პრობლემაზე ისაუბროს, რა ხდება საქართველოში და როგორ უხშობს ცნობიერებას საქართველოს გაყიდული ეკლესია, რომელიც ყველა მთავრობაზე არის მიყიდული, თავიანთი აღვირახსნილობით, თავიანთი სექსუალური ორიენტაციებით დარღვევით და ასე შემდეგ. აი ამაზე გადაიღოს ვიდეო. შიდა მტრებზე გადაიღოს ვიდეო და არა იქ თურმე სოროსია დაინტერესებული თურმე საქართველოთი რა. დაინტერესებული ეგ ნაყიდიც აქვს. რა იცი შენ? ეგ არის რა. მერთმა გვიშველოს რა. მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. აბა დროებით.